მერა დიდი მადლობა რომ გამონახეთ რო ჩვენთვის. კარგად გამოიყურები ძმაო, როგორ ხარ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგად ვარ, ყველაფერი რიგზია. იმას თუ არ ჩავთვლით რომ ცხვირი მაქვს გატეხილი, თუმცა ახლა უკეთ ვარ. გონი მთელმა მსოფლიომ მიცის რომ ცხვირი გაიტეხე. სოციალურ ქსელში ისევ დადე ვიდეო. როგორ მოხდა ეს? პირველად ცხვირი 2014 წელს გავიტეხე, ჩემი პროფესიონალური დებიუტის დროს. პირველი დარტყმა ჯები მომხდა და გამიტყდა. მას შემდეგ სულ გატეხილი მქონდა. თუმცა ძვალი მაინც მაგარი იყო. უფრო კანი მიღიზიანდებოდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად ძვალი ნამდვილად გამიტყდა. ჩემმა გუნდელმა ადამიანმა ის პროფესიონალი მებრძოლია და ჩემ სტილს კარგად იცნობს. ძალიან კარგი თაიმინგი აქვს, განსაკუთრებით მუხლით დარტყმებში. მასთან სპარინგისას ხან კერტში მხვდება, ხან შუბლში, მაგრამ ცხვირში არასოდეს. ამჯერად კი მუხლი პირდაპირ ცხვირში მომარტყა. აი ამ ხარეს და ძვალი გამიტეხა. ასეთი იყო ეს ისტორია. მერთო ჩემო, და შენ ამ უქმეებზე დიდი მატჩი გაქვს სეხუდოსთან. აპირებ დამცავი თავსაბურავის გამოყენებას თუ მის გარეშე გამოხვალ. თუნებას დამთავენ, ვფიქრობ რომ გამოვიყენებ, თუ არა და არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ცხვირი უკეთესადაა, რადგან ოპერაციას არ ვიკეთებ. ექიმმა რომელთანაც UFC-მ გამაგზავნა მირჩია, რომ ოპერაციისგან თავი შევიკავ, რადგან რეაბილიტაციას 1 წელი მაინც დასჭირდება. ხელახლა უნდა ჩამიმტრიონ ისევ, გაასწორონ და ასე შემდეგ. მე კი ვუთხარი არა, მე მინდა ვიყო აქტიური მებრძოლი. ასე რომ ცხვირი თავის ის შეხვარსდება. კარგი ისაა რომ ერთი ნესტოდან სუთქვა კარგად შემიძლია, მეორედან კი საერთოდ არა. ანუ ცხვირის ზგიდე გაგიმრუდდა, სასუნთქი გზა კი ჩაიკეტა და ერთი ნესტოდი საერთოდ ვერ სუნთქავ. მანამდეც ერთი მხრიდან სუნთქავდი? მას შემდეგ რაც ცხვირი პირველად გავიტეხე, ცალი მხრიდან კარგად ვსუნთქავდი, მეორედან კი სანახევროდ. ახლა კი მგონია რომ ერთ მხარეს საერთოდ დაკეტილია, მაგრამ მაინც მთავარია რომ ცალი მხრიდან ვსუნთქავ და კარგად ვარ. მერთო ჩემო, ხალხს ორივე ნესტოთი უნდა სუნთქვა, რომ მეტი ჟანგბადი მიიღონ. მაგრამ შენ ხომ მანქანა ხარ. მითხარი როგორ ატარებ დროს ბოლო ბრძოლის შემდეგ? გწერდი კიდეს, რომ მიმსახურებდი დასვენებას, შეძელი მოდუნება? სიმართლე გითხრა, ბრძოლის შემდეგ ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა დამესვენა. მე კი ვპასუხობდი, კარგად ვარ, დასვენება არ მჭირდება მეთქი. თუმცა ცოტა ვიმოგზაურე, ვესტუმრე მარკ ცუკერბერგს ჰავაიზე, ილია თოფურიას ესპანეთში. ცოტა ხნით ჩემს ქვეყანაშიც ვიყავი. იანვარში დავბრუნდი და ეგრევე დარბაზში შევედი. იმედი მქონდა, რომ აპრილში ან მაისში ვიჩხუბებდი. რადგან ვიცოდი, რომ ივნისში პიოტრ იანთან ტრილოგია იგეგმებოდა თეთრსახში, მაგრამ როცა გავიგე, რომ პიოტრმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა და ბრძოლა ივნისამდე არ შედგებოდა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ, ვარჯიშობ და ვტკბები ცხოვრებით. მანამდე მეგონა, რომ დასვენება არ მჭირდებოდა. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ წნეხი ნაკლებია, უფრო მოდუნებული ვარ და ცხოვრება გაცილებით უკეთესია.
გონი როცა ჩხუბობდი, ყველა ამას ამბობდა, მეც კი ასე ვფიქრობდი, რომ წელიწადში 4 ჯერ იჩხუბე. 3-4 წონის კლება გქონდა. როგორ ფიქრობ, ამან იმოქმედა იმაზე, თუ როგორ წარიმართა ბრძოლა? აშკარად ფანტასტიკურად გამოიყურებოდი, მაგრამ შენი აზრით, ზედიზედ 4 ჯერ რომ არ გეჩხუბა და გერქვა. მომავალ წელს გეჩხუბები, 3-4 თვე დავიცვენებ, ძალებს აღვიდგენ და დასვენებული გამოვალო. იმის თქმა არ მინდა რომ ნაცემი იყავი, მაგრამ როგორ ფიქრობ, სხვაგვარად ხომ არ განვითარდებოდა მოვლენები? ფიქრობ რომ კი, თუმცა ამავდროულად თავს არ ვიმართლებ. მე თვითონ ავირჩიე ჩხუბი კოდის სენთეგენთან გამარჯვებიდან სულ რაღაც 2 თვეში. შეულებრივ 4 თვეში ერთხელ რომ ყოფილიყო, ან თუნდაც 3-ში, მაგრამ კოდის მერე სულ 2 თვე იყო გასული. ძალიან ვიჩქარე. ბევრს ვშრომობდი, ჩემს შესაძლებლობებს გადავაჭარბე. ფიქრობ ზედმეტად ბევრი ვივარჯიში და გადავიწვი. უშუალოდ ჩხუბის დღესაც კი სპარინგი მქონდა. 2 ძალიან მაგარ პარტნიორთან ვივარჯიშე. ერთი რუსეთიდანაა, სახელი დამავიწყდა, ახლა ჩხუბობს, კარგი მებრძოლია. მეორე საბერძნეთიდანაა, გიორგი. ორივე უმაღლესი დონისაა. ერთი თავისუფალ ჭიდაობაშია მსოფლიო ჩემპიონი. მეორე ძალიან ძლიერია. ძიმე რაუნდები გქონდა, მათთან 5 რაუნდი ვიფრინე. წარმოიდგინე, 5 რაუნდი უკვე ნასპარინგები მქონდა. მერე გასახდელშიც გავხუდი და გალიაში რომ შევედი, ალბათ ცოტა ზედმეტად დაღლილი ვიყავი. კი, ჩემი მეტსახელი მანქანაა, მაგრამ ხანდახან მეც ადამიანი ვარ. იმ დღეს პიოტრიანის გარდა მგონი ყველას მოუგებდი. პიოტრს ჩემთვის სპეციალური მომზადება სჭირდებოდა, მისი სტილი სხვანაირია, ძალიან მაგარი მებრძოლია. ჩემს წონაში ნებისმიერ სტრაიკერს თუ სხვა მებრძოლს მოუგებდი, მაგრამ პიოტრთან არ გამომივიდა. ბრძოლის დროს მივხვდი, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა, რადგან მოსამზადებელ ბანაკში შეცდომები დავუშვი. სტრატეგიულად არ მივდგომი ვარ, უბრალოდ ჩემსას ვაწვებოდი და ბევრს ვჭიდაობდი. როცა პიოტრმა შემომიტია, მახრჩობელას გაკეთება ვცადე, მაგრამ კისერი ვერც კი მოვუღუნე. არა და პირველი ჩხუბისას ხელზეც კი მყავდა დაჭერილი და კისერს ვუღუნავდი. მერე კი უფრო მოვუმატე. ამჯერად კი ვერაფერი ვუყავი. ძალიან ძლიერი მეჩვენა. 3-ჯერ თუ 4-ჯერ სწორედ იმიტომ დამაგდო, რომ კისერში ვაწვებოდი და დახრჩობას ვცდილობდი. მერე უკვე მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. მივხვდი, რომ საწვნელ ბანაკში შეცდომა დაუშვი, ისე არ მოვემზადე, როგორც მასთან იყო საჭირო. მე ზოგადად ყველასთვის ვემზადებოდი, რომ უკეთესი გამხდარიყავი, მაგრამ კონკრეტულად პიოტრისთვის მზად არ ვიყავი. როცა მივხვდი, რომ ვაგებდი და ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ არ მიდიოდა, ვცადე პროცესით სიამოვნება მიმეღო. ეს ნაბიჯვარი კი სულ თეიქდაუნზე მოდიოდა. მე 5 რაუნდის ბოლოსაც კი მაგას ვცდილობდა. გარდა ამისა, რამდენჯერმე კარგად მომხვდა კორპუსში. ძალიან მტკივნეული იყო. პირველად რომ დამარტყა ფეხი, მგონი 25 წამი იყო დარჩენილი და უბრალოდ დრო გამყავდა, მაგრამ მეორედ ხელი მომხვდა და იქ უფრო მეტკინა. მეორედ ყოველთვის უფრო მტკივნეულია ხოლმე.
იმდენად ცუდი შეგრძნება იყო, რომ გაქცევა ვეღარ შევძელი და პირდაპირ ჭყუბზე გადავედი. But the second time he got me with the punch, that was even painful. And second time is always felt worse. And the pain was so bad that I just go back fighting because I can't run because it was so painful. ანუ იფიქრე, ვერ გავექცევი, ამიტომ ბოლომდე დაუდგები და დავატყამო. Yeah, I'll go front. დიახ, პირდაპირ მივაწექი, მაგრამ როგორც ვთქვი, თავის მართლებას არ ვაპირებ. იმ დღეს მან მომიგვაце, რომ ჩვენი ტრილოგია ძალიან საინტერესო იქნება. ექსოდი შენიშვნა, მეც ამას ვამბობდი და შენი საუკეთესო მეგობარი და სპარინგ პარტნიორი ალჯამაინ სტერლინგიც იგივეს ამბობდა. შენ მანქანასავით ვარჯიშობ, როცა შრომალის ან კორის სენთგენს ხვდები, გაქვს გარკვეული სტილი, რომლის თავს მოხვევად შეგიძლია. ამიტომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებ, უბრალოდ დასწუნებული ხარ, რომ მერაბის საუკეთესო ვერსია იქნები. მაგრამ როცა პიოტრ იანისნაირი ბიჭს ხვდები, ის სპეციალიზებულ მომზადებას გადის, გისწავლის, ვიდეოებს უყურებს, შენ ყველა ჩვევას და წვრილმას აკვირდება. ის შენთან საბრძოლველად სრულად მომზადებული იყო. შენ ძლიერად იყავი მომზადებული, მაგრამ ისეთი სპეციფიკური მომზადება არ გაგივლია, როგორიც მან გაიარა. გვიანია, მაგრამ მიკვეს, ჯონ ვუდი ან ვინმე შენ გარშემო არ გეუბნებოდა, მერაბ, უნდა დავსხდეთ, ვიდეოებს უყურებთ, ესა და ეს გავაკეთოთ. ახლა მაინც თუ ხვდები, რომ ტრილოგიის დროს პიოტრ იანისთვის სპეციფიკურად უნდა მოემზადო. 100%-ით, ზუსტად ეგ მოხდა. დიახ, ჯონ ვუდიც მეუბნებოდა, მერაბ, ისევ იზამ, როგორც ყოველთვისო. ძალიან სჯეროდა ჩემი, მე კი ვკითხე. მისმინე, ჩვენ ერთხელ უკვე მოუგეთ პიოტრ იანს, ის ახლა გეგმას შეცვლის, რაღაცეებს გადააკეთებ და შენას ფიქრობ მეთქი. იცი რა მითხრა? არა მგონია შენ წინააღმდეგ რამის გაკეთება შეძლოს, შენ ძალიან მოუმატეო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მითხრა, მე მაინც არ მოუდუნებული ვარ, მაგრამ ის იყო მშვიდად და ეგ იყო შეცდომა. პიოტრ იანი უმაღლესი დონის მეტოქია. იცი ჯონი რატომ იყო ასე მშვიდად? იმიტომ რომ პიოტრ იანთან პირველი ჭხუბისას ყველაფერი ჩემი გეგმით წავიდა, ზუსტად ისე მოუგე, როგორც უნდა მომეგო. მახსოვს გასახდელში ჩემ გუნდს, რეილონგოს, მეტ სერას, არჯოს და ჯონს უთხარი. ამ ბრძოლაში ან მოკვდები, ან მოკლავ მეთქი. პირველი ჭხუბი ჩემთვის ძალიან პერსონალური იყო. ვიცოდი, როგორც ძლიერად მინდოდა გამარჯვება და მენტალურად თუ ფიზიკურად რამდენად მზად ვიყავი. მოტეხილი ხელითაც კი ვიჭხუბე. ხო და ამიტომ იყვნენ ჯონი და სხვები ასე მშვიდად და მენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემსაც მაინც გავიტანდი. ჯეროდათ რომ მაინც ვაჯობებდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რეალობა მაჩვენა, რომ არსებობს სტილები და ბევრი სხვა წვრილმანი, რამაც შეიძლება ბრძოლის ბედი გადაწყვიტოს. მოკლედ, მოუთმელად ველოდები ამ ტრილოგიას. ფიქრობ, უძლიერესი ბრძოლა იქნება. ახლა უკვე კარგად დასვენებული იქნები. ჩვენ ვნახეთ მერაბი, რომელიც მიყოლებით შესვენების გარეშე ჭხუბობდა. ახლა კი ვნახავთ მერაბს, რომელიც სიტყვის. დავისვენე, ისევ ბევრს ვშრომობ, მაგრამ პიოტრ იანისთვის სპეციფიკურ ცვლილებებს შევიტან ჩემს მომზადებაშიო. ვიცით, რომ შემდეგი ჭხუბი ომალისა და ზაჰაბის შორის იქნება და იქ გაირკვევა ნომერ პირველი პრეტენდენტი. შეიძლება შენ რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს თქვენი მესამე დაპირისპირება. კი, მეც მაინტერესებს შონომალისა და ზაჰაბის ჭხუბი. ორივე ძალიან კარგი მებრძოლები არიან. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ჭხუბის შემდეგ ჰანტერმა მითხრა, რომ ქამარზე ვიჭხუბებდი. მითხრა მერაბ, რამდენი დროც გინდა აიღე, უბრალოდ შეგვატყობინე, როცა ტრამვას მოიშუშებო. მე სულ რამდენიმე კვირაში ვუთხარი, რომ უკვე მზად ვიყავი.
მერე გავიგეთ, რომ პიოტრმა ზურგზე მცირე ოპერაცია გაიკეთა, როგორც ვიცი, არმასაც იგივე პრობლემა ჰქონდა მთელი კარიერა. ახლა კი როცა ჩემპიონია და ცოტა ამოისუნთქა, მაინც გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. როგორც გავიგეთ, რთული ოპერაცია არ არის. პიოტრმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში თქვა, რომ ივნისისთვის მზად იქნება. თუ ის ივნისში მზად იქნება, მაშინ ივლისში ან აგვისტოში ნამდვილად შეძლებს ჩხუბს. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, როცა UFC მეტყვის. ახლა ძალიან მშვიდად ვარ, რადგან დამიდასტურეს, რომ ქამაზე ვიჩხუბებ და ვფიქრობ ამას ვიმსახურებ კიდეც. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენჯერ დაიცავი ქამარი მიყოლებით, ფიქრობ სულიად სამართლიანია რევანშის მიღება. ახლა ანგარიში ერთით-ერთია, გონია რომ ეს ჩხუბი უნდა შედგეს. შეიძლება საერთაშორისო ბრძოლების კვირეოზეც კი მოხდეს. მართალია ჯერ შორსვათ და მთავარი ბრძოლები ჯერ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ან ივლისში იქნება, ან აგვისტოში. ძალიან მახარებს ეს ამბავი, მე შენი გულშემატკივარი ვიქნები. მერაბის მაისურს ჩავიცვა, არი ნერვიულო მეგობარო, შენ საუკეთესო ხარ. დას ფიქრობ გუშინდელ ჩხუბებზე. საკმაოდ კარგი ბრძოლები იყო. რა სიტყვის საერთო ჯამში UFC 327-ზე. შესანიშნავი ივენთი იყო, ბევრი კარგი ბრძოლა ვნახეთ. არონ პიკოსა და პიტბულის ჩხუბიც კარგი იყო. და კიდევ იმ გიჟი ბიჭის სახელი დამავიწყდა. კურტის ბლეიდსი? თუ ის ჯოში, სულ შუათით სომ მუჩვენებდა. მე კურტის ბლეიდს გულშემატკივრობდი. კარგი ბიჭია, კარგი მებრძოლი. UFC-ში ხან აღმასვლა აქვს, ხან დაღმასვლა, მაგრამ იმ ბიჭმა აჩვენა, რომ ჩხუბი შეუძლია და მართლა გიჟული ბრძოლა გამოვიდა. დღეს კურტისმა სურათების დადო, რამოდენიმე ძვალი ჰქონდა გატეხილი, ნამდვილად გამაკვირვა ამ ჩხუბმა. რა თქმა უნდა, პაულო კოსტას ბრძოლა ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზედაწონაში ავიდა და დაუმარცხებელ მებრძოლს შეხვდა. როგორც თავად თქვა, საციებთან ჩხუბი კარგად გამოსდის. დაუმარცხებელი მებრძოლი დააფინიშა, რაც დიდი განაცხადია. პაულოს გამო მიხარია. თუმცა ზამატის გამო ცოტა გული მწყდება. და დიახ, თავარი ბრძოლაც ცოტა გიჟური იყო, მაგრამ საინტერესო. ფიქრობ, პაულო კოშტა 93 კილოში გაცილებით უკეთ გამოიყურება. ხშირად ვხედავთ მებრძოლებს, რომლებიც თავიანთ წონაში იმდენს იკლებენ, რომ ეს პროცესი ძალებისგან სრული აცლის. კოშტას სტილი კი ფეთქებადი და სწრაფია, მაგარი კომბინაციები აქვს. ჩემი აზრით, ამ წონაში გადასვლით მან სისწრაფე შეინარჩუნა. ჩვეულებრივ, როცა სპორტსმენები მასას მატულობენ, სისწრაფეს კარგავენ ხოლმე. მაგრამ მან შეძლო ფეხი დარტყმების, მათ შორის ჰაი-ქიკის შენარჩუნება. იმედი ამ წონაში დარჩება. რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, როგორც შეიძლება ყველაფერი წამებში შეიცვალოს შერეულ ორთა ბრძოლებში. ირიჟიმ კარლოს მუხლი დაუზიანა და მერე თავად მოხვდა, როცა ხელები დაბლა ჰქონდა ჩამოშვებული. შენ ყოფილიყავი, დაინდობდი? რას გააკეთებდი? შეუტევდი არა? ჩემს მეტოქეს მუხლი რომ გაეტეხან რაიმე მსგავსი, დავინდობდი თუ ბოლომდე მივაწვებოდი? ფიქრობ, დროს გამოვიყენებდი, არ ვიჩქარებდი. სხვათა შორის ვნახე შენი კომენტარი სიახლეებში, ვიდეოს უყურებდი, სადაც ამბობდი, რომ ხელები ჩამოშვებული ჩხუბი არ შეიძლებაო. ირჟი სწორედ ასე ჩხუბობს და ადრეთო გვიან ასეთ დროს მაინც მოგხვდება. ზუსტად ისია, როგორც შენ თქვი, ხელები მაღლა უნდა ჰქონდეს. ასე რომ თუ დავინახავდი, რომ მეტოქე მუხლი დაიზიანა, დროს მოვიგებდი და წინ დავუხედავა და წავიდოდი. ირჟიმ კი იჩქარა, ძალიან აზრში შევიდა, იფიქრა, აჰა, ხელში ჩამივარდიო, მაგრამ არა, MMA-ში ყველაფერი ეს წამში წყდება.
ახალი ჩემპიონი კარლოს ულბერგი დარწმუნებული ვარ, მან იცოდა, რომ ეს მისი ბოლო შანსი იყო. throw hard. When you hurt, then you have to just როცა ტრამვირებული ხარ, მკვლელის ინსტინქტი უნდა ჩართო და ყველაფერი დადო. ფიქრობ, სწორედ ამ ინსტინქტით მოუქნია ის მასხენა ჰუკი. get ირჟი დააგდო და ახლა ახალი ჩემპიონია. new champion now. უბრალოდ გიჟურია იმის ნახვა, როგორ შეიძლება პირველსავე რაუნდში მუხლი დაიზიანო. იმედია სერიოზული ოპერაციაა დასჭირდება, რადგან თუ წინა ჯვარედინი იოგი, ან შიდა გვერდითი იოგი გაუწყდა, შეიძლება ერთი წლის ჩამოშორდეს სპორტს და მე ალბათ ისევ დროებითი ჩემპიონის ქმნის გათამაშება მოუწევთ. გაოგნებული დავჭი, ეს ყველაფერი ასე უცებ რომ მოხდა, რაც შეეხება ირჟის, ისევ წააგო, ისევ ნოკაუტი და საინტერესოა, საიწავა მისი კარიერა ახლა. ჩემპიონობა რამდენჯერმე დაკარგა, ჯერ ალექს პერეირასთან, ახლა კი კარლოს ულბერგთან. გეთანხმები, ვფიქრობ, ირჟის ახლა დასვენება სჭირდება რამოდენიმე თვე მაინც. ასეთი ნოკაუტების მერე გარკვეული პერიოდი საერთოდ არ უნდა ივარჯიშოს, რომ ორგანიზმი აღდგეს. მერე კი ნელ-ნელა დაუბრუნდეს საქმეს. იმედი ამჯერად ტრავმას გადაუხჭა, თორემ ხანდახან მხრებს იზიანებს ხოლმე როგორც ვიცით. მოკლედ ტაიმაუტი ნამდვილად სჭირდება. ძალიან საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ კარლოსიც მალე მოიშუშებს მუხლს. Interesting. But I think I hope Carlos იმედია არაფერი სერიოზული არ არის და შეძლებს აქტიური დარჩეს. injury and he can stay busy. მოდი შენზე და რავზე ვისაუბროთ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? თავარ ბრძოლაში ჰენრის სეხუდოს უპირისპირდები. ძალიან მომწონს, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს. ამდენი ცნობილი ათლეტი გაჰყავთ საჭიდაოდ ხალიჩაზე. როგორ გამოჩნდა ეს შესაძლებლობა? Bro, like when I think my mind blowing up. სიმართლე გითხრა, თავი მისკდება, როცა ამაზე ვფიქრობ, რადგან თავისუფალი ჭიდაობის წესებიც კი არ ვიცი. Yeah, I'm მე ძიუდოისტი ვიყავი. MMA wrestler, but this is all MMA against the კარგი მებრძოლი ვარ, მაგრამ ჩემი ჭიდაობა უფრო გალიასთან მიწოლას დატყმებს და მერე შესვლას ეფუძნება. I guess because of ფიქრობ, ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ჰენრის ოქტაგონზე მოუგე, ხუჯერ მაინც ავიტაცე და დავაგდე. when I take him down fight. მაშინ თქვი კიდეს, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ის ჩემზე უკეთესია, ახლა კი უნდა რომ თავისივე სპორტში მომიგოს. And I also said მაგრამ წარმოიდგინე, რა გიჟური ამბავი იქნება მისავე სტიქიაში რომ დავამარცხო. than me, but now he wants to beat me his own sport, but it's gonna be crazy if I beat him his own sport. საერთოდ თუ იცი თავისუფალი ჭიდაობის წესები? I'm not gonna poke the face, I'm not gonna punch, or I'm not gonna ის კი ვიცი, რომ თვალებში თითი არ უნდა ვატაკო, ხელი არ უნდა დავუატყა ან მუხლი. ეგენი ვიცი, მაგრამ ქულების სისტემა და ეგეთი რაღაცეები, არა, აზრზე არ ვარ. really. I don't აზრზე არ ვარ, ზუსტად როგორ ითვლება. feel like how, but I know things that I ხოლოდ ის ვიცი, რომ არ უნდა დავაგდებინო თავი და მე უნდა დავაგდო. ის ვიცი, რომ ხალიჩიდან თუ გახვალ ქულა. დღეს ჩემმა მეგობარმა ლუკასმა მასწავლა ერთი რამ. outside there is a point and მე ჩვეულებრივ თავით შევდივარ ხოლმე და ისე ვაგდებ. ლუკასმა კი მითხრა, გაუფრთხილდი გდებაზე რომ წახვალ. შენი ბეჭები ხალიჩას არ უნდა შეეხოსო. I go head and arm and I throw this way, hit my look მოკლედ, თავისუფალი სტილით მოჭიდავი არ ვარ, მაგრამ გონია რომ ამას შევძლებ. back if I throw him back. So I think okay. So like I'm not a freestyle wrestler, but I think I can do it. 60 დღეში ჰენრის სეხუდოს უნდა ეჭიდაო და წესებიც კი არ იცი ბოლომდე. შენ კი ასე მშვიდად ამბობ, არა უშავს, თავარია თავი არ დავაგდებინო და ყველაფერი კარგად იქნებაო. მართლა ასე მშვიდად ხარ? Yes, let's go. დიახ, მიყვარს ასეთი გამოწვევები. კარგი იქნება. Good, because ფიქრობ, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ათლეტები. მე ისეთი ვარ, რომელიც უშუალოდ შეჯიბრით დღეს ვიხსნები ბოლომდე და საუკეთესო შედეგს მაშინ ვაჩვენებ, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. ამ დროს მაქსიმუმს ვაკეთებ ხოლმე. competition day, I think I do very good. I don't know. ნეტავმეს თქვენაირი გული მქონდეს. მე თავისუფალ ჭიდაობაში არ დროს გამოვიდოდი. ჯერ ერთი წესები არ ვიცი და მეორედ საკმარისად არ ვარჯიშობ მაგისტვის. თქვენი კი მიგვრის, ასე მარტივად რომ ამბობთ. არა, არ დროს მიჭიდავია, მაგრამ გამოვალ და ვიჭიდავებო. აი ამ თვისების მშულს თქვენი. ფეიბერსაც ველაპარაკი ამაზე და მანაც იგივე მითხრა. ფეხებზე მკიდია, გამოვალ და გავერთობიო. მე კი ვერაფრით მივიყვან ჩემს თავს იმ კონდიციამდე, რომ უბრალოდ გამოვიდე და გავერთო. არ ვიცი რატო, მაგრამ არ შემიძლია. ასე რომ ნამდვილად მშულს შენი.
წესები არ იცი, მაგრამ მაინც გადიხარ საჭიდაოდ, საოცარია. საინტერესოა, ანუ შენი ესეთი კაცი ხარ, რომ შეჯიბრის წინ აუცილებლად ბევრი და ჭკვიანური ვარჯიში გჭირდება, რომ მერე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, ხომ? მე უბრალოდ არ შემიძლია. ეს ფიქრი მთლიანად შემჭამდა და სიამოვნებას ვერ მივიღებდი. როცა შენ გიყურებ ალჯოს, არმანს, თქვენ სულ იცინით, ერთობით, ფიქრობ ხოლმე რა კარგია მეთქი. იმას კი არ ვამბობ, რომ არ გადაარდებთ, უბრალოდ ისეთი განწყობა გაქვთ, თითქოს წაგებაც მოსულა. არ ვიცი რა არის ეს, იმას არ ვამბობ, რომ აგებთ, მაგრამ რისკავთ ისეთ სპორტში, რომელიც ბოლომდე არ გესმით. დასწრუნებული ვარ არმან მაიცის, მაგრამ შენ ხომ თქვი, რომ არ იცი. ვდები ალბათ რაც გულისხმობ. მართალი ხარ, ჩხუბს ძალიან სერიოზულად ვუდგები. არ მიყვარს ბრძოლაში წაგება, მაგრამ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ, იქ წაგება ჩემთვის პრობლემა არაა. მით უმეტეს, როცა პატივსაცემ და ძლიერ მეტოქეს ხვდები. ჯიუ-ჯიტსუს მატჩი მქონდა, იმ საჯდომით მოსიარულე ტიპთან. ახსოვს ეგ ბიჭი ძალიან არ მომეწონა. ვიცი, რომ მაიკ მუსუმეჩის უნდა შეხვდეს და იმედია მაიკი მაგრად მიბეგვავს, რადგან ეგ ტიპი არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზის და მოძრაობს. ასეთებთან წაგება ნერვების მომშლელია, სტრესია, არ მიყვარს, მაგრამ თუ კარგი მეტოქე მყავს ჭიდაობაში ან ჯიუ-ჯიტსუში, წაგებაზე არ ვდარდობ. აი ჩხუბი კი სხვა, ჩხუბი ჩემი კარიერა, ჩემი მემკვიდრეობა, ეს პერსონალურია და იქ ყველაფერი სასწორზე დევს. არა, მართლა ლოგიკურია, ვისურვებდი მეც მქონდეს ასეთი მიდგომა. იქნებ დღეს მეც ვთქვა, მოდი უბრალოდ გასართობად ვიჭიდავებ მეთქი, მაგრამ ამავდროულად ხვდები, რომ დამიჯერე ძალიან კარგი იქნები, რადგან უზომოდ ნიჭიერი ხარ. ყველამ ვიცით, რომ MMA-ში ჭიდაობა ფანტასტიკურად გამოგდის. უბრალოდ წესები უნდა ისწავლო, რა შეიძლება და რა არა. და ძალიან კარგად იასპარეზებ. თავარია სტილისტურად სწორი მეტოქე შეგირჩიონ სხვა მებრძოლებიდან. არ გინდა ოლიმპიური ჩემპიონები ან ისეთი ვინმე, ვინც სულ დაბლიდან ჭიდაობს. ჰენრის ხუდოსავით, ის სულ ძალიან დაბლიდან ჭიდაობს, კოჭებში შემოდის. ჰენრიმ ჩემთან ზედატანით რომ მიჭიდაოს, გონია რომ კარგად ვიქნები, მაგრამ ის სულ ცალფეხზე შემოდის ხოლმე და კოჭებზე მუშაობს, რა საკმაოდ სახიფათო და დამაბნეველია. მოუთმელნად ველოდები, მართლა მაგარი სანახაობა იქნება. მაიქ სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ყოველთვის საინტერესოა, როცა შენ საყვარელ ათლეტებს საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობებში ხედავ. ჩემთვის ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა, მოკლედ ძალიან მაინტერესებს. ისე ალჯო როგორაა, ვიცი რომ დიდი ჩხუბი აქვს წინ. ეხმარები კემპში თუ ახლა ორივე თქვენ საქმეს აკეთებთ. ალჯო ახლა სხვა მწვრთნელთან, მათეოსთან ვარჯიშობს სხვა დარბაზში. მაგრამ ვცდილობ მის ყველა სპარინგს დავესრო. ის ადრე დგება, ადრე ვარჯიშობს და მეც მივდივარ საყურებლად. სანამ ცხვის დავიზიანებდი, მანამდე ერთადაც სპარინგობდით. ჭიდაობდით კიდეც. ახლა საუკეთესო ფორმაშია, ძალიან ბევრს შრომობს. გრეპლინგის მხრივ ფაქტობრივად საკუთარ თავს თავად ავარჯიშებს, მაგრამ სტრაიკინგში ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს, მათეუსი ბრაზილიიდან. ის აქაა ვეგასში. ალჯო სტრაიკინგში ძალიან კარგად გამოიყურება, უკვე კომფორტულად გრძნობს თავს. თავდაჯარება მოემატა და საკუთარი დარტყმების ირწმუნა. ჭიდაობა, გრეპლინგი და ზურგიდან კონტროლი ხომ ისედაც ყოველთვის მისი ძლიერი მხარე იყო. მოკლედ კარგ ფორმაშია, მენტალურადაც მზადაა და ყველაფერი კარგად იქნება.
მოუთმელნად ველი მის ნახვას. მას შემდეგ რაც ვნახე როგორ იასპარეზა ალჯომ რავში, ვიფიქრე, კარგი, მას შეუძლია უბრალოდ ჭიდაობაში გამოვიდეს და თან ამ ბრძოლისთვისაც მოემზადოს მეთქი. ძალიან რთული მეტოქე ჰყავს, მაგრამ მიხარია მისი დაბრუნება. ფიქრობ ალჯო ძალიან ახლოსაა სატიტულო შანსთან, მით უმეტეს როცა ილია თოფურიამ მსუბუქ ზონაში შავიდა, ხოლო ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკია. ახლა ვოლკანოვსკის მოვსად ევლივთან ელოდება ბრძოლა. ალჯოს უკვე ნაჩხუბი აქვს მოვსასთან, ამიტომ თუ ის თავის შემდეგ მეტოქეს დამაჯერებლად მოუგებს, პირდაპირ სატიტულოზე გავა. იქნება ეს ვოლკანოვსკისთან თუ მოვსასთან. გონია რომ ეს ალექსის ბოლო ჩხუბი იქნება. ადრეს ვთქვი და ყველა გამიბრაზდა, მაგრამ თუ მოვსას გასდა, ვოლკანოვსკის ამ წონაში მეტი გასაკეთებელი აღარაფერი დასჭება. არ მეწყენებოდა ვოლკანოვსკისა და სტერლინგის ბრძოლის ნახვა, მაგრამ ალჯომ ჯერ თავისი მეტოქე უნდა დაამასწროს. მართალი ხარ, ალჯოს კარგი სერია აქვს, მხოლოდ მოვსასთან წააგო ძალიან თანაბარ ბრძოლაში. ზოგი ფიქრობს, რომ ის ჩხუბი მოიგო კიდეც. ბოლო 2 წუთი ძალიან დაძაბული იყო. ალჯოს ახლა ეს გამარჯვება სჭირდება, მე მჯერა მისი. ვიცი რომ ნებისმიერის დამასხება შეუძლია და იმსახურებს ტიტულზე ჩხუბს. ამ მოგების შემდეგ, ან მაქსიმუმ კიდევ ერთი ბრძოლის შემდეგ.